გვაქვს ასეთი დეშიფრატორი ორობითი კოდის 7 სეგმენტიან ინდიკატორზე დეშიფრირების მიკროსხემა. მუშაობს შემდეგნაირად. შესასვლელი გვაქვს ჩვეულებრივი ორობითი კოდი, წონებით 1 2 4 8. გამოსასვლელი გვაქვს 7 სეგმენტიანი ინდიკატორის A-დან F შუქდიოდამდე შესაბამისი ინდიკატორები. ამ შემთხვევაში აუცილებელი არის ეგრეთ წოდებული დატვირთვის რეზისტორი, რათა ინდიკატორის შუქდიოდში არ გაიაროს დიდმა დენმა და არ გამოიყვანოს მწყობრიდან. მუშაობს შემდეგნაირად. როგორი კოდიც არის მიწოდებული შესასვლელზე, იმის შესაბამისი ციფრი ანთია ინდიკატორზე. ჩვენ შემთხვევაში ჯერ არის 0 და შესაბამისად ანთია კიდევაც 0. საკმარისია შევცვალოთ ერთ-ერთი მათგანი, ერთი თანრიგი მაინც, დავუშვათ უმცროსი თანრიგი ერთიანი დავაყენოთ, ინდიკატორზე გვექნება შესაბამისი. შემდეგი თანრიგი, რა თქმა უნდა, გვაძლევს 3-ს და ასე შემდეგ. თუ გადავაჭარბებთ ინდიკატორის მიერ შესაძლებელი ციფრების მაქსიმუმი ჩვენების მნიშვნელობას, ანუ 9-ზე მეც ინდიკატორი ჩაქრება, რაც მეანიშნებს იმას, რომ მიკროსხემა ვერ ახდენს დეშიფრირებას. 9 არის მაქსიმუმი. ეხლა ვნახოთ კიდე 3 შესასვლელი, რომლებიც მუშაობენ შემდეგნაირად. შესასვლელი RB blinking ციმციმი. თუ მასზე გვაქვს მიწოდებული ერთიანი ინდიკატორი ჩვეულებრივად სტატიურ რეჟიმში მუშაობს და იცვლის მნიშვნელობას იმის დამიხედვით, თუ რა კოდია შესასვლელებზე. თუ მასზე მივაწოდებთ იმპულსებს, ამ იმპულსების სიხშირის მიხედვით მის ტაქტში მოხდება ინდიკატორის ციმციმიც, ანუ იგივე blinking. მეორე შესასვლელი, შემდეგი შესასვლელი, ეს გახლავთ ტესტი. ანუ საკმარისია გადავთოთ ერთიანიდან 0-ში, აინთება ინდიკატორის ყველა სეგმენტი, მიუხედავად იმისა, რა გვაქვს შესასვლელზე, მაინც აინთება ყველა სეგმენტი, რაც თავისთავად ცხადია 8-ს გამოსახავს და ვამოწმებთ ინდიკატორის ყველა სეგმენტი მუშაობს თუ არა. გვაქვს კიდე ერთი შესასვლელი, რომელიც ახდენს ჩვენების ფიქსაციას. მაგალითად, შესასვლელზე გვაქვს მიცემული სიდიდე 4, რიცხვი 4, დავაფიქსიროთ ეს ჩვენება და გადავთოთ შესასვლელზე სიგნალი. გამოსასვლელზე დეშიფრატორის გამოსასვლელზე სიგნალი არ იცვლება, ვინაიდან ჩართულია რეჟიმი ინდიკაციის ფიქსირება. თუ მას ისევ 0-ში დავაბრუნებთ, ინდიკატორი მიიღებს შესაბამის ნიშნულობას.